მოგესალმებით მეგობრებო. გუშინ წააგო ორბანმა, გუშინ წინ. აღდგომის ნელოცვით. აღდგომა, ხო. ქრისტე აღდგა მაშინ. ქრისტე აღდგა და ესპანეთად გავიდა. მე მინდა კომენტარი გავაკეთო, ესე იგი აღდგა და აღდგას შორის. აბსოლუტურად ერთდაიგივე. არა, არის დიდი ჯაბასი, რომელი არის სწორი. ორივე სწორია როგორც. ეხა ნახე, მე გეტყვი რა, რომელი არის სწორი. გრამატიკულად არის აღდგა სწორი, მაგრამ ხო, ყველაზე დიდი ენათ მეცნიერი არნოლდ ჩიკობავა, ვინც ყავდა, რომელიც არათუ საქართველოს ის იყო, მსოფლიო მასშტაბის დონის ის იყო. მან თქვა ესეთი რამე, თუ სიტყვაზეო არსებობს სოციალური სანქციაო, ანუ ხალხმა თუ ეს სიტყვა მოირგო, ის გრამატიკული შეცდომაც არის სწორიო. ეს ნიშნავს რას, რომ ენა ხო მათემატიკა არ არის. ზუსტი მეცნიერება და რაღაცა თუ ეს არასწორი ფორმით მოირგეს ესე იგი აღდგა სწორი ანუ რომელიც გვინდა ისე უნდა გამოვიყენოთ ქრისტე აღდგა ამიტომ ქრისტე აღდგა ერთდაიგივე მოდი მაინც დაუბრუნდეთ საერთაშორისო ამბავს ორბანს და ძალიან დიდი ხორხოცი იყო იმ დღეს როდესაც წააგო ორბანმა და მოიგო მადიარმა როგი მაგიარს ეძახის მე მადიარს დაუძახებ კი ბატონო და არ დაახანა ევროპა კავშირმა და 27 თუ 26 პუნქტიანი ულტიმატუმიც კი წაუყენა უნგრეთის ახალხემსმანელობას ულტიმატუმი 27 პუნქტის შესრულებას ითვალისწინებს რომლის შემდეგაც ექნება იმედი უნგრეთს რომ რამდენზეა 50 მილიარდ ევროზე არის საუბარი მისთვის მისაცემი ფული მართლაც გადაეცემა დღეს გაყინულია და რა არის ახლა ულტიმატუმში ძალიან მნიშვნელოვანი პირველი რა თქმა უნდა არის ძალიან კარგ პოლიტიკას რო ეწევა უნგრეთი მიგრანტების იმ პოლიტიკის ჩაშლა და ბევრი მიგრანტის შეყრა ქვეყანაში მეორე სასამართლო ხელისუფლების დათრევა რაც აქ უნდათ ეგ არის მთავარი რა თქმა უნდა არა წარმოგიდგენთ ქუჩები რომ მიგრანტებით გაიქცება კონტროლი რო აქვს ხელისუფლებას და სხვათა შორის სასამართლოში ორბანის კონტექსტი თლიანად გამოიწვია მიგრანტების თემამ ესე იგი ყველაზე მეტი იყო შვედეთი და უნგრეთი, რომელმაც პროპორციულად მიიღო 2013 წლის სირიელი, აი ეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან ყველაზე მეტი მიგრანტი. და ისე იყო პირდაპირ დათვლით გერმანია და საფრანგეთი. და არანაირი გარანტია არ არის, რომ ორბანის შემდეგ მადიარი მიიღებს ნავთობსადენ მეგობრობის გახსნას. ნავთობსადენი მოდის რუსეთიდან. უნგრეთში გაივლის უკრაინას რომელსაც დაკეტილი აქვს ბოროტულად ხულიგნურად აქვს დაკეტილი ეს ნავთობსადენი და რა თქმა უნდა არ გაიხსნება თუ ესე წავიდა საქმე და საწყალი უნგრეთი იზოლებული იქნება იყიდოს ძალიან ძვირი ამერიკული კი ბატონო და ამას მე დავამატებდი მაგალითად ესე იგი პირველი რომ შეხედე ძალიან მნიშვნელოვანი кейსი რა არის პოლონეთში როცა იცვლებოდა კანონი და სამართალი ის პარტია ეს ლიბერალები ევროდებილები ლიბერალები წერდნენ რომ პოლონეთი უბრუნდება ევროპას არა და რეალურად არ მოხდა ესე პირიქით პოლონეთმა შეინარჩუნა თავისი ის კონსერვატიული დღესასრიგი რაც აქვს და მე მგონია რომ უნგრეთიც ანალოგიური იქნება რა არაფერი ფუნდამენტური ესე არ შეიცვლება და რა თქმა უნდა რომ ეხა უკრაინის იმას არ გადააყოლებს და არ დაგვაუწყდეს ჩვენზე რაც თქვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან მეგობრობაზე ისაუბრა რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მას არევა არ სურს და ჩამოსვლაც სურს აქ მე მგონი კი არა ზუსტად ასეა პრინციპულად შეიძლება მხოლოდ ის რომ ანტიუკრაინული ასეთი არ იქნება მაგრამ ზელენსკის იმედი მაქვს ისეთ რაღაცებს გააკეთებს რომ ორბანის პოზიციაზე ამიტომ ნუ გიხარიათ ლიბერალებო თქვენთვის სამყაროში აღარაფერი აღარ ხდება კაი რა თქვეს იცი კაი ყოფილა არჩევნები თურმე და უნდა მომემზადოთ აჰა აი მაგალითად ნუ ბევრი ამბობს მაგას აი ეს ქალი რო არის აიფონა რო რომელსა აიფონა ის წავიკითხე ნიუსი აიფონა იძახის თინა ბოკუჩავა იძახის რომ ეს გზა კარგი ყოფილა აიფონი რო აჩუქეს აიფონი B ვიტყოდი ხო ჩვენ უნდა შევიდეთ ამ მოედანზე ესე ამ კაი საქმეზე რო აჩუქეს კი ბატონო მოდი ახლა ჩვენ გავუშვათ მე უყურე ინგა გრიგოლიას და ანა დოლიძის კამათი ეს არის აპერიტივი ორი ქალი ჩხუბობს და ჩვენ ცოტა წავიჭროთ ხო ძალიან საინტერესო ამბავი რო კამათობენ დროზე ხო ხო
წინა გამომსვლელებმა, რომლებიც აქ იყვნენ, უფრო მეტი დრო წაიღეს, ვიდრე მე ასე მგონია. და მე მაგაში მიხოთ გადავახიოთ მოდი მაშინ და დავითვალოთ წუთები. კი, მე დავითვალოთ სიამოვნებით. ჩემი პროდიუსერს რომ დაითვალეთ წუთები, რამდენი წუთი იჯდა ნიკა გვარამია დაუშვათ, რამდენი წუთი ზის ქალბატონი ანა. მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო თქვენ თუ გაქვთ სურვილი, გითხარით რომ საერთოდ დავკარგე ეს პირველად ვამბობ ამას ეთერში, საერთოდ დავკარგე ბოლო პერიოდში სურვილი, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი აქ ძალიან სერიოზული პრეტენზიით გამოდის ხოლმე და არიან ასეთებიც, მათ რამე ვუპასუხო, თქვენ გაქვთ პირდაპირ ეთერი, მე არ შეგაწყვეტინებ, შეგიძლიათ საუბროთ კიდევ თუ კი რაიმე დაგჩაცად. უკვე შემოწყვეტინეთ ბევრჯერ სხვა შორის. მოდი სიმართლე ითქვას. ორჯერ შეგაწყვეტინეთ პირდაპირ ჩარტის გამო თბილისის მთაწმინდის პოლიცია. არა, ეს კიდევ ერთხელ იმეორებთ მაგას და არ არის ეგ მართალი. ძალიან გთხოვთ, მაშინ ნუ გაიმეც ქალბატონო ინგა. როდი შეგაწყვეტინეთ? თქვენ მე მიცნობ ძალიან კარგად. როდი შეგაწყვეტინეთ? თქვენ მე მიცნობ ძალიან კარგად. როდი შეგაწყვეტინეთ? თქვენ მე მიცნობ ძალიან კარგად. მეც თქვენ ძალიან კარგად მიცნობ და მგონია რომ წარმოუდგენელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წუთი ძალიან ძვირადღირებულ ფუფუნებაში რომ ჩემ ხალხს ვესაუბრო. ამიტომ მომიტევეთ ეს მისტრაფება. კარგით, მე არ გიპასუხებ თქო, მაგრამ ორი ჩართვის გარდა როდი შეგაწყვეტინეთ, თქო, უბრალოდ ისე არ მინდა რომ გავხვიდეთ, რომ მაყურებელმა იფიქროს, რომ მე თქვენ წუთებს გართმევთ. დავით გავალ აქედან და გვექნება შესაძლებლობა რომ შევადაროთ ყველაფერი. დაითვლით ხო ამ წუთებს? სხვათა შორის მე ვარ ადამიანი, რომელსაც ამბიცია მაქვს რომ მართო 4 მილიონიანი ქვეყანა. შესაბამისად საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ ძალიან ბევრ ამას. ახლა საქართველოს ბიუჯეტი მინდა რომ მართო და რაღაც პატარა წუთებს რაღაცნაირად დავით. და მინდა ვაპასუხე. მინდათ რომ მართო. არა 4 მილიონიანი ახეთ ჩემი გადაცემას გინდა რომ მართო. არა, სხვათა შორის არა, მეგობრებო, რას გეტყვით, იცი რომ ძალმული რა. აი სუფთა სამზარეულოში ძალმული. ოღონ თელი ნათესაობა რო არის იქა და ესენი რომ გენაცვალე. ეს ან დაკალები ძროხა ვერ მოწველა ეს მეგობარი გოგოები რო არა, ხო გინახია. ბოლოს ამან უთხრა ანადოლიძემ როგორ იცი, ეგეცი პასუხი. აი ეგ არა ძმაო მიდი და ეხა უპასუხე და ინგა როგორ ნიჰილიზმში ყოფილა ვაფშე აღარ მაქვს სურვილი რომ სიმართლე ვამტკიცო არა ეგ როგორ თქვა ეს ეს მუდ პატრონიო რა ხო და მაგას ვამბობ ნიჰილიზმი არა რა უნდა გელაპარაკოთ არა მაინც ნიჰილიზმია რომ მე აქ პოლიტიკოსი რომ მიზისო ვაფშე სიმართლის მტკიცების ის აღარ მაქვს აი ეს ქუთაისელების სკეჩი როა რომ თავი ბოლო სიმართლეს ტვილი მიჩერხია არ მინდა სიტყვაში მაცხოვრები კი ანუ ინგა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხო მართალია რა სიმართლის მტკიცება მაგრამ ძალიან გოთვენულად პასუხობდა მე არა просто უბრალოდ მითხარით ეს ორი ჩართვა საიდან ორჯერ როგორ გაგაწყვეტინე. ან უბრალოდ მითხარი რომ ჩემ მაყურებელს არ დაჩეს მოსა აზრი რომ ეს შენ და ძალიან кайფოზე ვარ და ეგრევე ეს ხოდი რო არ დავაგდოთ აიონა ბაღდავაძე გაუშვათ აიონა ბაღდავაძე უფრო და უფრო მისი ქუსლის სიდიდე იწევს ზემოთ და უკვე საშიში ხდება რა მე გავბე არა შეიძლება ცივი არ არის არა მერიისგან შეიძლება უნდა იყოს ნებართვა ხო რაღაც სიმაღლეებზე არის არ გასწრ ორი კა კოეფიციენტი ხო იმიტომ რომ კოეფიციენტი აქვს შესაძლებელი შეხედე მე გავბედავ და ვიტყვი იმედია ქალბატონი დაიონა არ დაიონა მიცის ძალიან იმაში შემოვარდნა პირად მესეჯებში და მაგრა იგინება არა მე ვეხარ როგორ შემოვიდა არა მე ნეტა შემომივარ იგინება რომ ჩამოყალიბდი შემოვიდეს კაცო და მოვიდეს და მე ვიცნობ და ვიცნობ მართლა არა არ ვიცნობ მაგრამ მე მივხედავ მაგას მაგრამ ისე ვამბობ თქო რა ისდება ძალიან ისდება ქუსის რა ვიღაცებს და თან თხოვს ლოკაციებს ხო და რამ გამოიწვია ეს სადახარ უნდა მოვიდეო სადახარ უნდა მოვიდეო ან გნახავენო ხო და ეს ძველი ბიჭები ვინ ნახავს ბიჭო მეც მაინტერესებს ესე იგი ვიღაცა ეხა შენ რო დაგირეკოს ტიპად აიონას გამოგირეკაო არ იფიქრებ რომ მე ვფიქრობ რომ დიდი ამბავია სერიოზული ამბავია მე ვიტყვი ეს პოლიტიკური დავაა და ეხლა მილიციაში არა შენ რო ეხა ტიპმა დაგირეკოს ხოაზე ხარ თან რამსით რო აიონას გამოგირეკავ ხო გასყდები ქალბატონ დოლიძე გრიგოლიას ემსგავსება ხა თქვენი პოლემიკა ქალბატონ რატო უსაგნო არაფერი უსაგნო არ არის შენ მითხარი
ხვალ გირეკავენ ტაიონაზე დაგიწერია, გითხოვს გადაცემაში რაღაცა და შენ ნახვა. და მოგთხოვეს პასუხი. არა, შენ ნახვა მინდაო, ტიპი გეუბნება, რას აკეთებ? მიდის. არის პრივეტი ესეთი ატვეთი იქნება. არა, ბიჭო. გვაქვს ტაიონის ვიდეო. აქ არის რაღაც. გავუშვათ. იქნებ გამოვისყიდოთ და შევაქოთ ახლა. შევა, ეხა შო, რო არ დაგვირეკოს, ეხა შევა. უირა კაი გოგო, ჯერ არ გასულა. გადით. პროპაგანდა არ იმდობს არავის. ცოტა ტოქსიურ შეყვარებულს, რომელიც ტოქსიურ. რომ შენსავით ტოქსიური. არ მოყვარებია და ბოლოს მთავრდება იმით, რომ გირტყავს იმიტომ, რომ უყარხარ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა მიცის. ამაზე დამცხებენ ქოცებულები. ჯაგა, აი ტოპ ჯაგა. გულით ვითარ რომ რამე კაცო და არ გამომეც. მოგვეც საშუალება ტაიონა რამე ადამიანური თქვა. აუ, ტაიონა, შენ როგორ ხუსლი რატო არ ჩანდა? შენ როგორც ჩვენ თავი შეგვაყარე. შენ როგორც ჩვენ, აი ჩვენ გადაცემას. ტოქსიურად. როგორც თავი შეაყარე. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია. ისვიათია რა. ეს არის ერთ-ერთი გოგო. უნიკალური შემთხვევაა, მე დარწმუნებ რომ სამყაროში უნიკალური შემთხვევა ვისაც მარკ ტვეინი და ჰიტლერი ერევა ერთმანეთში და ბოსკი და ბორხესი. ანუ იმენა უნიკალური შემთხვევაა, ძმაო. მაგარია რა. მეორე არავინ ლუბლონია ფილმი არის, ხო იცი ის თამაშობს მერილ სტრიპი და ისა დენირო. აი დაახლოებით ესეთი დონის რომანი გვაქვს ჩვენ ტაიონასთან, ხო და დაგირეკავენ შენ. მე აფერ არ მოგწოდი. просто кусლზე უთხარ. ნუ ვაფშე რატო აკეთებ კომენტარს ამ გოგოს? არ უნდა გავაკეთო. უნდა გაუგზავნო ერთ ხუსლიანი. ხო, ზომა, ხო. ვაფშე გადაცემის სახელით ხო არ გაუგზავნო? კი, კი. კარგი 1-2 მეტრიანი. ლაბუტენებს ხუსლი. ხო, ლაბუტენს უნდა გააკეთებინო სპეციალურად. არა, აუგზავნოთ 2 მეტრიანიო და არა, ხუსლი, აბა რა. მე მაგას ვიგულისხმევ. რევანსანი გიძე გავა. არა, სანამ არ მოჩედე ხალხს. არა, ინტელექტუალებზე სანამ ვართ რა, ბანლემ ხო არ ვაჩვენოთ ხალხს ახალი გენიალური ქართული რომანის გარეკანი. და დაუანოსოთ, რომ დაიწერა მორიგი მაგნუმ ოპუსი. აი ხე ლაშა ბუღაძის. წავიდა. სახელად დამკვირვებელი და გაჟონილი მელანი ყდაზე. გაჟონილი მელანი არ არის, იქ სხვა მაყუთი უნდა თუ რა უნდა? იქნება ბამბის ნაყინია, შავი. და მაყუთი უნდა თუ რა უნდა, რატო გამოუშვა? ეს ყალები არა, ეს რატო გამოუშვა, ეს იქნება ბოლო ლურსმანი ჩვენს კლუბოზე. 2000 მანეთი და ეს იქნება ბოლო ლურსმანი ჩვენ კლუბოზე, ან რა აკლდა პროტესტს. რა აკლდა საბოლოოდ, რომ დასრულებულიყო ხელისუფლება. ის სახელოვნებო ბიძგი, რომელსაც წარმოშობს ეს დიდი მანიფესტი, ეს ლიტერატურული მანიფესტი. ბერეთს გათხოვა. ხო, აი ბერეთი და შარფი მჭირდება, რომ სწორად აღუთვა. უნშტუკიანი სიგარეტი და ეგ. როდესაც მასა აბსოლუტურად როდესაც მინიმუმ მილიონი ადამიანი და რა თქმა უნდა მილიონი ადამიანი წაიკითხავს ამას. ნუ ჯერ ქართველენოვანი და როცა გადაითარგმნება იურიცზე, ბრაილის შრიფტზე, კი. როდესაც მილიონი ქართველი გაეცნობა ლაშა ბუღაძის ამ უდიდეს შედევრს, რომელიც დისტოპიური არის, სინოფსის ჩამგდეს, დისტოპიური არის და პატარა ქვეყნისო დიდ გეოპოლიტიკურ წრეებში მოძრაობას აღწერს. აი მაშინ დაგვერხება ყველას. იმიტომ რომ ყველა მიხვდება როგორც ეს იქნება ამ საუკუნის კომუნისტური მანიფესტი და ყველა ხელში არის მოლოტოვის ლაშა ბუღაძის ვიდეო გვაქვს გაუშვა. რაშუაში არ ვიცი, მაგრამ გაუშვა. ლაშა ბუღაძის ვიდეო გაუშვა. კაფკა გაუშვათ. არ მინდოდა ამას შევხებოდი, ბოლოს გამოიწვია ვეფხისტყაოსნის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სპექტაკლზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს სპექტაკლები უკვე კარგი ხანია ნანახი გვაქვს. აქ არის ლაპარაკი სწორედ აი ამ კონტრასტზე 240 ლარსა და 1000 რომ ახტევინებ მსახიობს, რომელიც ელემენტარული თითქოს და ჭეშმარიტებისთვის იბრძვის, თავისუფლებისთვის და ზეობისათვის და მეორე მხრივ შენ გაქვს რაღაცა აი ისევ და ისევ ამ სიტყვას ვიტყვი, ქოცური ბუკეტი ფავორიტიზმის, კორუფციის, სადაც მილიონი ლარია დახარჯული განათებაში და როგორიც არ უნდა იყოს სპექტაკლს არ ვეხები. არ მინახავს და არც ვგმობ და არც არ ვგმობ. შავარანიშვილმა დაგვაბარა რომ დღგ-ს რატო არ თვლით ამანდ. ესეც ითქვა, ხო? გეც. და რატო დააბარე დღგ-ს რატო? ესეთი დღგ არა, გამბაჟების 18% დებილი დღგ-ც არის. ეხა არ გაბრაზდე, თორე ხო იცი ვერ ვბრაზდები მე. ხო და გაბრაზდი მე. არ მინდა ამაზე რა გაუბრაზდე ეხლა, რავა.
არა, მოდი ესე ვთქვათ რა. მოიცა მე სანამ შენ ვეფხისტყაოსანზე გადახვალ და არ გადავალ ამაც ნათქვამი უკვე ამ ნანკაცო ის გადაახტენოს და ბიჭო სახელმწიფო ბიუჯეტნა ჩარს ხელფასი რომელსაც მიზნობრიობა როდესაც კონტრაქტი შეუწყვიტა აღარ აღმოაჩნდა იმიტომ რომ ის არ დადიოდა თვითონ აღიარა ეგ მე დააბრუნებინეს უკან და აბა რა უნდათ კაცო სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა მოიშალოს რა უნდათ ხანაერად მოვარო გინდა ამ იდიოტმა ვაფშე აზე რო არ არის აი დამოიგდულად კურდულად და არანაირად არა კურდულად და საერთოდ ადამიანი არ არის საიდან მოიტანა რომ სახიობი უნდა იბრძოდეს თავისუფლებისთვის აი ყველაფერი გამიგია რომ სახიობი როგორ უნდა იყოს თავისუფლების მებრძოლი მსახიობი ეგ რა რა ბრეხტი კარგი და შოპენი რო ჩავიდა უკრაინაში ზელენსკი გახსოვს იმის მერე ერთ კინოში გინახავს სამი ნორმალი კი კაცო როგორ არ ნახავს ოსკარიც მიცეს ბრეხტი რაში მიცეს მერე აი კინოში რა ძალიან კაი როლი რა ქვია იმ კინოს იდიოტური კინო რო არის One Battle After Another არ მომწონს ეგ კინო და მან დიკაპრიოს ეკუთვნა კინო მოგწონს მაგრამ შოპენი მართლა მაგრა თამაშობს კაი ეს კაი შემეშალა ბატონო მაგრამ და ბრეხტი ბერტოლდი ო კარგი მსახიობი უნდა იყოს კარგი მსახიობი რა გინდა ბიჭო ბრეხტი არ ვიცი ხა თავისუფლებისთვის უნდა არის ბრეხტი არის თეატრალური კონცეპტუალური რეჟისორი იყო და მე მაგას თეატრი არ ვიცი და კინოსახიობს ვაფშე მსახიობს არ ევალება რა იყოს აქტივისტი საიდან მოვიდა ეს ვაფშე რომ ხელოვნების ხალხი აუცილებლად ისინი უნდა იყოს რა თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვნების ხალხი ყველანი მოდი კონსპირაციებს და რაღაცებს თავიდანებოთ ყველანი ყავდათ ბოქაჩულები არა ეგრე იყო კაცო ამათ კი არა ფავტედის და იმათ აჯიგრებიო ანუ ვაფშე არც უნდა გარჩევა მაგას ყველა იყო გაკომპრილი და მართობდნენ როგორც უნდა და თურმე ტაქსისტები და ჩვენი ბაბუები რასაც გვიყვებოდნენ ყველაფერი ყოფილა სწორი არანაირი კომპრომატი გვეცინებოდა არანაირი შეთქმულების თეორია არ არის არანაირი შეთქმულების თეორია არის იმაში რომ არსებობს შეთქმულების თეორია ვაუ ჩვეულებრივად გაკომპრილები იყვნენ ეპშტეინი და პედო და ნიკა გვარამია ვაფშე იყო ხელმოწერილი პედოზე გაგახსენა ნიკა არ არის პედო ნიკა პედესტრიანია ნიკა დიდი გაჩერეთ ძალიან საინტერესო თემა შევახე ნიკა არ არის პედო პედოფილი თუ პედოფილი არ არის არა რა თქმა უნდა ვინი ძახის რო არის არა პედოზე გაგახსენდაო აი იმიტომ რომ ეს ერჩის ხან ტანგა ეცვაო ხან ის ეცვაო ტანგა ბაჩო რაღაც მე ტანგა არ მithქვია ზო მე სტრინგი ეცვა და ის არისო დიდი ბოდი და ისო რაფია და კიდე ამ და ამ აკადემიურ კაც ამან ისო ქათამი არის როგორ შეიძლება ეგეთ მეც ქათამი დაუძახე ხოჭეს როდესაც არ იყო ლაპარაკი მე და შენ ბიჭო ან გაიმახსოვრე და სწორად თქვი ან ძმაო ინტერპრეტაცია დედალია ხო მე როგორ შეიძლება ეგეთ სიგეზე რო დაიწყო ლაპარაკი მეც ერთადერთი ქათმის ასოციაცია შენ მანამდეც მანაც არ მოდი კარგი გავუშვათ ქათამი გავუშვათ ნიკა გვარამა რომელიც არ არის ქათამი არ არის ქათამი 37 წლის წინ ხდებოდა და ის რომ დღეს ვიღაცებს არ კლავენ ისევე როგორც რუსები კლავდნენ ნიჩბებით 99 წელს ამისთვის მადლობას არავინ არ ემსახურებს და არავინ არ მიიღებს 21 საუკუნე ხმარატო სახლეთში მადლობას შედედა აფეთქებულო ქათამო მართლა მადლობას ის იმსახურებს იცი რომ შენ რო კლავდი და შენი ხელისუფლება ქუჩებში კლავდა ხალხს ის რო აღარ ხდება აი ამაში ამიტომ იმსახურებს შენ დედავად პოლიტკორექტულობა და რა პოლიტკორექტულობა ამის ქათამი დედავად არ დაუძახო თქო მე მინდა და დაუძახე და დავიწვევი არ შეიძლება პოლიტკორექტულ ჯოჯოხეთში დავიწვევი შეიძლება რომ ქათამი დაუძახო მართალია და ამიტომ გასაგე კაცი არა კაც როგორ შეიძლება ქათამი დაუძახო ანუ როგორი როჟაა იცი მაშინ მამალი მადლობას არავინ არ გეტყვი მამალი რუსულად ხო რუსულად ო არ შეიძლება მე ვგმობ ამ გადაცემიდან ქათმის და ოკეი კეთდებდარიანი დაუშტო ანუ ეხლა ვიკითხო ქათამზე გაგახსენდა თქო და მე მოაბავთ კიდევ და კეთდებდარიანი არ არის კეთდებდარიანი ქათამი გაშუაში მამალია კაკას მამალი დავай ქათამი ბუღაძე არც ლაშა არ ჩენ გოგი გვახარიას აქვს კიდე ნათხი რა მე ვამბობდი როგორც რადიკალი წაკცდება ხოლმე ემოციურად კაცს ხო არა იცი რა უკვე ის აი კი ის არის პოეტი ყველა წყობიდან მეც არ ვამბობ ცდებათი არ მიყვარს უწყვეტად ვაიმე სახელი დავარქვა და ასე ვთქვათ ქართული ოცნების ენა რომელიც განსაკუთრებით ყალიბდება
რუსეთი უკრაინის ომის შემდგომ. და ეს ენა არის დაბლარვის ენა, საგნებზე ანტისახელების, ეს არის ინვერსიის, ამოტრიალების ენა. იმენა ანანისტი. გავაჩეროთ, არანაირი ეს არის ანანისტი. არა, ინვერსიაა. არა, შენ რო კითხულობდი რომ რა არისო ეს ენაო. ნაშუაშია ინვერსია. ინვერსიაა. ანუ ასეც და ისე. გაჭილად და პირდაპირ მომთხენი ქათამი დედავატილებს. რა ის ინვერსია, რა მოატრიალე? ინვერსია არის ამოტრიალებული, ხო? არა, ინვერსია. სად არის ყველაფერს ღიად ლაპარაკო? ვაფშე არა მაქვს არანაირი ქარაგმა, მეტაფორა, პარადიგმა, პირდაპირ ღიად დაზე დავიღალე ასეთი უხეშობით. ამან უფრო მეტი სიტყვა თქვა. მაგარი, თან მაგარი სიტყვები თქვა, ეხლა კაი რა. რა, ეს ინვერსია ძალიან მაგარი. კიდე რა თქვა? ინვინოვერიტას. ხო, ინვინოვერიტას და რეები თქვა. ვინოშია ხო და მე მიდი და არ დაუჯერო. კი ბატონო, რატი ამაღლობელი გავუშვათ მაშინ? აბა კიდე ერთი გვაქვს ვიდეო. ანუ ამის კლიჩკა არიცით. არ ვიცი, თქვი თუ ამბობ. ანუ ინვერსიულად. ყველაფერი უთქვა. ვიცი, მე ვიცი. სახელი არის გადაკეთებული, მიმსგავსებულია. მოიცადე ერთ წუთი. ბიჭო, იმან ჩვენად ბოლო კლასიკოსმა პოეტმა შეა. რატი? ტუალეტში ხარო ეგრე არა. მაგრამ ტუალეტთან დაკავშირებულია. კაი, მე გეტყვი რა, ყველამ გაიგო შენს გარდა. მიდი გავუშვი. კაი, რო გავიგო. ეხლა ჩვენი ხმა ხო არ გაისმენ. გათიშა. სრულფასო ქართული ოცნების წარმომადგენლებო, მოგიწევთ ახალი ენის კურსების გავლა და ეს ენა ხშირად შეცვლილა. ენას რომ დააკვირდეთ, მარტო და არა რეჟიმებს, ეს იცვლება აბსოლუტურად. და შემდეგი ენა იქნება ძალიან მჭახე, ძალიან პლაკატური, ძალიან პირდაპირი. ხალხი, რომელიც დაიღალა ამდენი ბუნდოვანებით, სახელის არ დარქმევით, მოვა დრო და ეპოქა, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და გაუჭირდებათ ადამიანებს, ვინც თავის სახელს ვერ დაარქმევს საგნებს და მოვლენებს და მე ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტური ვარ, როგორც ენის მკვლევარი. ბიჭო, მე მაგალითად ყოველთვის ვახმო და გინდა რომ დაგიძახო ის სახელი? რაც გეკუთვნეს. რაც გეკუთვნეს. დაუძახე. არ მინდა ხო, просто ის ქათამი არის ისა რომაკეტა გვერდით ის მამალია პეტური ის თან მაგარი ნომრიანი ქათამი ნომრიანი ხო მამალი ის ქალი მამალია აი მაგალითად გვარამეაზე არ შეიძლება ქათმის აძახება და ამას არ აქვს პრეტენზია ეს არის განავლის კასრი არის ისა გუშა რა ბუბადა რა განავლის სავსე კასრია რა აჰა, პირდაპირ მე ჩემ გავნავოზია. მე რა მაინტერესებს რომ კიდე როგორი ეპოქა უნდა მოვიდეს, რომ პირდაპირ არ დაუძახო ამათ რა. ხო და რატი ამაღლობელი არის ცოტა ისეთი ტიპი. აი, ბევრი რამე იცის და რაღაც ისეთია რა დასტოინი რა. მაგარი დასტოინი. ბიჭო, რასთავარია პოეტი არ არის. მაშინ პოეტი არ არის. პოეტია. აიგეთ ლექსს მე როგორ დავწერ, იცი? ჩვენ რო დავждეთ და შენ პოემას დავწერ. ახტაგოჯი. ხო, აიგეთ ლექსს. ერთი წამი, რატის, აი მე მაგალითად რა გაქვს საკითხი. შენ რო ლაპარაკობ, რომ რობიკო არ გააგრეტიკოთო, არ გინახავთო. შენ ბუღაძის რა წაიკითხე, რომ ყველაფერი ცუდი წერალი ხარ. ყველაფერი მაქვს. მეც მაქვს საკითხული. ხო. და ბუღაძის მაქვს ყველაფერი საკითხი. და ძალიან ნანო ყველაფერი არა მაქვს საკითხი, მაგრამ სიხეში მოქონდათ მათ შორის ბუღაძის წიგნები და საკითხული. აი ბაჩოს არ აქვს საკითხული და ესეთი იშვიათად ცუდი მწერალი, დებილი. ანუ მე ზატო ეს მაქვს საკითხული ამის ერთი ლექსი და დათო ტურაშვილის პიესა მაქვს საკითხული. და პიესა წაიგე. ხო. თითო მე ვაფშე არ მჯერა. ხო იცის რო არის გორამ ბორგალზე რო არ არისო ჭაბუას აჭერილიო. ჭაბუზე. არა, სხვა რამეს გეუბნები. მე მგონია რომ ტურაშვილი ვერ წერს, ანუ სხვა პიროვნება წერს. იმიტომ რომ მაგ ისტერიკით ვერ დაწერა და ჰეგელმა გაფუჭებული საერთოდ ჰეგელიამ სტორინგამ სწორედ რო აჩვენა გავშ თეიმურაზი აუშვათ ბრინკამ ბოიკოტი ხო შედგა რამათელი კადრია ძალიან ბევრი რამე შედგა სინემა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი მაგის შედეგი არის თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შედეგი არის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში მაგას ვლაპარაკობ აბა ის ბოიკოტი ჩემი მე პარლამენტარი ვიყავი დიდი ბოდიში ის ბოიკოტი შედგა იმიტომ რომ მე უარი ვთქვი მანდატზე მათ შორის იმაზე არ მაქვს ძალიან დიდი გრიგორი არა მადლობას არ ვიტყობ მე ნუ მიხსდი ის ბოიკოტი შედგა იმიტომ მე ვთქვი მანდატზე უარი და ჩემო კოლეგებმა 14-მა მე
ელაპარაკება 25-ის არჩევნებზე. მოდი გავაცნობთ ფოკუსი ხო შეიძლება 25-ის არჩევნებზე არა კითხავს 25-ის არჩევნებზე იმის გამო დააგვიარეთ 25-ის არჩევნების 25-ის კი ბატონო შედაგის მისაბა 25-ის არა რა თქმა უნდა 25-ის არჩევნებში არა რაღაცა კომენტარი გაკეთება მინდა სისულელე და ბოროტება ამ პოლიტიკურ ინტერესებს სხვა შორის მე გეგელიასგან გადავიტანდი ისრებს და არა ესე იგი ეს წამყვანი არის ჩემი ფავორიტი ვაფშე ისტორია ირაკლი გიგნავალიძე რა ესეთი დეგენერატი კაცი ჯერ ბიჭო ტიპი დაიბადა ბებერი უკვე 15 წლის იყო თუ 14 და რეიგანზე კვდებოდა იმით მასტურბაციით და იქიდან აქებდა ბოკერია და ის ტაშს უკრავდნენ და 14 წლის ასაკიდან დაიწყო ის რაღაცა რომის პაპის ფეტიში და რაღაცა სისულელეები და იმის მერე და ვაფშე რეგრესს განიცდის რა. ჩვენ ეხა ზის აქ და რა პროგრესი როდის ქონა? 14 წლის რეიგანი. შენ 14 წლის რეიგანი გიყვარდა? არა. 15-ის? არა. 16-ის? ასაკი არ ყოფილა როცა. მეგობრებო, ჩვენ რომის პაპის რამე ქონდა წაკითხული თუ დაიონესაც უნდა ვაჩეკოთ. ხო და გაჩერდი რა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ჯერ განვითარდი, მაგრამ ინფორმაცია მე და კომენტარი. გავუშვით. 15 წლის ასაკში მაო რეიგანი და რომის პაპი. გავუშვით ეს. გვაჩუქეს ერთი თალი. მეორე თალი არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა იმას აქვს. მაშინ ცალი ფეხი მოვაჭრათ და არა განსხვავებულს დაალევს რა. 100 კილით რო იაროს. მაგას ვამბობ, ანუ შეუგრათ ხო რა. კი ბატონო. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდა ჩვენ მეორე ეს იყო ცალფეხა დაიონას მარჯვენა ფეხზეც ვიპოვით იგივეს. იგი კონკიას პონჩი. ო, ეგეთ შეიძლება. თან ეგეთივე. დიდია ბიჭო კონკიას პონჩი. პროტოზავრის ფეხის. ინტერპრეტაცია მე რა თანამედროვე. და თავისუფალი ინტერპრეტაცია. შენ ჩააცმე. არა, მე არა. რო აბა მაშინ ბაჭო. კაი, მაგაზე. მე. არა, კენჭი ხარ. აი მაგის ჯეირან. ჯეირან, კი ბატონო, ჯეირანი. კარგად ზანდებოდა. ჩააცმევს დაიონას. დაიონა არ დაგო.